ანკარაში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სასახლეში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება, რომელმაც თურქეთის დედაქალაქის სტუმრებს ქართული კულტურის სიმდიდრე და მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ გააცნო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საელჩოს ორგანიზებით პრეზიდენტ ერდოღანის სასახლეში ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაულები გამოიფინა. დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის იყვნენ თურქეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამხედრო ატაშეები და ადგილობრივი დიასპორა, ქართული კულტურა ხალხური სიმღერითა და ცეკვით ანსამბლმა ერისიონმა წარუდგინა. სალომე თარხნიშვილმა და გიორგი გუჯაბიძემ გადაიღეს ქართული კულტურის დღეები თურქეთში. ჩვენი ქვეყნის და თურქეთის მეგობრობის ისტორია უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა. დღეს თურქეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. ორმხრივი მეგობრობის კვალდაკვალ წელს საქართველოს კულტურის დღეები ანკარაში პრეზიდენტ ერდოღანის სასახლეში დაიგეგმა. ეს ნამდვილად უპრეცედენტო რამ არის, როდესაც თურქული ანსამბლებისა და ხელოვანების გარდა ქართველებსაც მოგვეცემა შესაძლებლობა თურქეთის შუაგულიდან, ანკარის გულიდან გავაცნოთ და კიდევ უფრო ამომაღლოთ ქართული კულტურისა და ხელოვნების ცნობადობა თურქეთში. საქართველოს კულტურის გასაცნობად პრეზიდენტ ერდოღანის სასახლეში კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს მესვეურებმა თავი მოუყარეს თურქეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულ დიპლომატებს, სამხედრო ატაშეებს და რაც მთავარია, ქართულ დიასპორას. პრეზიდენტ ერდოღანის კულტურის ცენტრში ქართული ნაციონალური სამოსი და სამკაული გამოფინეს. ჩვენი ქვეყნის ისტორია კი ანსამბლმა ერისიონმა მოწვეულ სტუმრებს ქართული ხალხური სიმღერითა და ცეკვით უამბო. ჩვენი ქართული ხელოვნება, რომელიც აუწონელი სიმდიდრეა ჩვენი ერისთვის. ამას თუ ყველა გააცნობიერებს, ეს იქნება ძალიან კარგი. ეს არის ჩვენი გენი, ჩვენი სისხლი, ჯიგარი, რომ ეთქვენ, ყველაფერი ეს არის. ამის დაკარგვა არ შეიძლება, როგორც ცეცხლზე შემომდინარე, ეს სულ უნდა უბეროთ. თუ მინდა რომ შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და ჩვენი ქართველობა. სადაც ისმის ჩაკრულო და ქართული პოლიფონია, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, უტყუარი მტკიცებულებაა საქართველოს უნიკალურობისა და საუკეთესო საშუალება წარმოაჩინო ქვეყნის კულტურა სხვა ერების წინაშე. ძალიან დიდი ზეიმია დღეს თურქეთის კულტურული საზოგადოებისათვის, მათ შორის ეთნიკური ქართველებისთვისაც, რადგან წილად ხვდა ასეთი დიდი ბედნიერება, შესანიშნავი კონცერტი, ერისიონის სოლო კონცერტი ამ შესანიშნავ სასახლეში და თვალზე ცრემ მომდგარი ასობით ქართველი და სტუმარი, ვინც აფასებს ქართულ კულტურას. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა დღეს ჩვენი ტრადიციული კულტურის პოპულარიზებისათვის და მადლობა ამისათვის ჩვენს სახელმწიფოს. ქართული დიასპორა დღეს აქ არის, ძალიან ემოციური ვარ. საქართველოდან ჩამობზანებული და-ძმებთან ერთად შევხვდით დღეს ერისიონის ახლა ის ვუყურეთ კონცერტს ვუყურეთ, მაინც ვიცოდით, მაგრამ დღეს სულ სხვა ხიბლი აქვს. საქართველოს კულტურის დღეების ორგანიზება ანკარაში ეს არის ამ ორი ქვეყნის მეგობრობის კიდევ ერთი ახალი ფურცელი და ნიშანი იმისა, რომ კულტურა ხალხებს შორის ყველაზე ძლიერ ხიდს წარმოადგენს. ანკარის ცენტრალურ პარკში ამფითეატრი ქართულ ანსამბლებს დაეთმოთ. ალილოსა და ეთნო ჯაზ ბენდ ირიაოს გარდა ღონისძიების ორგანიზატორებმა სპეციალურად შეარჩიეს ორი ადგილობრივი ანსამბლიც. იბერია მელაშვილი მივიწყებული ქართული სიმღერების შემგროვებელი და გამავრცელებელია. ახალ თაობას არა მხოლოდ ქართულ ენას ასწავლის, არამედ ჩვენი ქვეყნის მრავალხმიანობასაც აზიარებს. თურქეთში პოპულარიზაციას ალბათ პირველი სახელი მე ვარ, რა თქმა უნდა, ბევრი ალბომები და ბევრი სხვა მუსიკოსებს ქართული სიმღერების თავისი რეპერტუარში შეტანვა იყოს, ნოტები იყოს, ტექსტები იყოს
მე მგონია ჯერ არ ყოფნის, მაგრამ იმის თქმა ყოფილება რომ ქართული მუსიკალური და ქართული მრავალხმობა და ქართული საკრავების სწავლის სკოლა არის ისტანბულში, ჩემი ხელმძღვანელით და გავაგრძელოთ ახლა ჩემს მერდე ანსამბლში იყო ჩემი ქალიშვილი ნათია და ჩემი ვაჟი აჰმედ ბეკა. ესენი აგზელებენ. გული გუჩემს სხვანაირად და რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერები ვარ და ყველას დიდი მადლობა ვინც და მონაწილეობა მიიღო, ვინც ორგანიზატორი იყო ამ ღონისძიების და რა ვიცი, დიდი სიყვარული არა მარტო კონცერტზე, არამედ აქ ტერიტორიაზე, როცა დავდივარ და მოძრაობ, გვეპატიჟებიან, გვეხუტებიან, გვეფერებიან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონცერტში სწორედ მონაწილეობა მიიღო თურქეთში ქართული დიასპორის მიერ შენარჩუნებულმა ძალიან საინტერესო ანსამბლებმა, რირაშმა და კაფდაღმა, რომლებიც თურქეთში მოღვაწეობენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეინარჩუნონ ქართული კულტურა, კიდევ უფრო მეტად გავრცელონ და აქ მცხოვრებ პატარა ქართველებს ასწავლონ თუ როგორი საინტერესო ქვეყნის შვილები არიან. კულტურის დღეებს წინ უძღოდა მინისტრების შეხვედრა სტამბოლში. დიალოგი, რომელმაც ახალი პერსპექტივები და საერთო გეგმები გააჩინა. ეს შეხვედრა იქცა ნიშნად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და კულტურული დიალოგი კიდევ უფრო გაღრმავდება.